დათა ახალაიას სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილი ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა მარიკა ვერულაშვილმა გააკეთა, რომელიც საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესზე დასასწრებად მივიდა. ვერულაშვილის განცხადებით მას აქვს ინფორმაცია, რომ როლანდ ახალაია ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის დატოვებას გეგმავს. ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც ადრე დღესაც დანაშაულად თulis ვანო მერაბიშვილის გვერდით დგომას. ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ პირთა საქმის არსებითი განხილვა კი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვა დათა ახალაიას მიმართვა ნამდვილად ეკუთვნის მას. უფრო მეტიც მინდა გითხრათ, რომ ეს განცხადება, რომელიც სიურპრიზი აღმოჩნდა ბევრი პოლიტიკური ძალისთვის, არანაირ კავშირში არ არის 19 აპრილს დაანონსებულ აქციასთან. უბრალოდ ეს არის დათა ახალაიას საჩუქარი. მე ვთვლი, რომ დამსახურებული საჩუქარი ვანო მერაბიშვილისადმი, იუბილარი ვანო მერაბიშვილისადმი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის თქმას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას ამის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს. უახლოეს მომავალში ის ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდეს.